სასწავლებლებში. ვერისუბნის მელოდიები ოზურგეთის თეატრში ფრანგი რეჟისორის რედა ბენტიფორის მიერ დადგმული მიუზიკლი გუშინ ოზურგეთელმა მაყურებელმა იხილა ოზურგეთის თეატრისთვის მიუზიკლის სპეციალური ვერსია გააკეთა სპექტაკლს პრეზიდენტი და საქართველოში სტუმრად არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრნენ. მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა ვერისუბნის მელოდიებს სპექტაკლის დასრულების შემდეგ კომენტარი მიხეილ სააკაშვილიც გააკეთა. სპექტაკლი იყო, წარმოიდგინეთ, ესე იგი, გამარჯობა შენ. წარმოიდგინეთ, ესე ვიყოფებით ოზურგეთის ძველ თეატრში, რომელსაც ახლა ვაღდგენთ. ყველაზე მაგარი ფრანგი რეჟისორის დადგმული ქართული სპექტაკლი, ქართული კლასიკა. წარმოუდგენლად მაგარი მაყურებელი. თან მახდა უზარმაზარი ქვეყნის არგენტინის საგარეო მინისტრი და ეს ყველაფერი ხდება გურიის ცენტრში. სადაც არის კიდევ ერთხელ რომ ძალიან მაგარი ხალხი. ნახეთ როგორი შენობა არის იუსტიციის სახლი ეგ უკან. ეხლა ამ თეატრს ვაღდგენთ, გარშემო ყველაფერი კეთდება და რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან მაგარი გზნობა არის რომ ყველგან საქართველოში ყველაფერმა უნდა წამოიწიოს წინ. ასეთ რამეზე მე პირადად არ შემელოცნება რამდენიმე წლის წინ ამ სფეროში, კულტურის სფეროში, მაგრამ ეს უნდა გადაიდოს ყველაფერს. ცხოვრების დონეს, ხარისხს, ხელმისაწვდომას ყველანაირი იმისა, რაც არის ადრე იყო ხელმისაწვდომი მარტო ერთი მუჭა, ერთი და იგივე ხალხისთვის. ეს უნდა იყოს ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე ადგილზე ცხოვრება, ერთი მუჭა. თაობიდან თაობაში. ახლა ეს გადაიდება თელ საქართველოს. თელ საქართველოში უნდა მოხდეს განვითარება ყველა ქართულმა ოჯახმა, ყველა ქართულმა სოფლმა, ყველა ქართულმა ქალაქმა, ყველა ქართულმა რაიონმა უნდა იგზნოს განვითარება და ამ განვითარების სარგებლობა. და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სპექტაკლებში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს არის მთავარი. მიხარია რომ ულამაზესი საფუძველი შედგა დღეს ოზურგეთის ცენტრში. ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო, ძალიან მაგარი სითბო და სიყვარული მოდიოდა ამ ყველაფერსგან, ბედნიერი ვარ ამ ყველაფერს დავესწარი და ძალიან მომწონს ის გარემო რომელშიც მოვხვდი და ბედნიერი ვარ რომ ვარ ოზურგეთელი და ყველა იმ ადამიანთან ერთად ესეთი დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა ამ ადამიანებიდან. მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს ყველა ადამიანი ვინც ამ სპექტაკლს დაესწრო, სახში ბედნიერი დაბრუნდება და სულ ესე უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველასთვის. ძალიან დიდი ხანია ესეთი თბილი მაყურებელი მე არ მინახავს და ისე ავისეთ ყველანი ემოციებით და ისეთი მუხტი წამოვიდა დარბაზიდან რომ ალბათ არ ვიცი ჩვენც იგივე დაუბრუნეთ მაყურებლებს. ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან გვიხარია რომ ესეთი ოვაციებით შეხვდა ოზურგეთის მოსახლეობა ჩვენ სპექტაკლს და მე ვიმედოვნებ რომ კიდევ ბევრჯერ წავიღებთ გასტროლის ვერისუბნის მელოდიებს სხვადასხვა ქალაქებში და ბევრი მაყურებელი იხილავს ამ ახალ ლამაზ შთამბეჭდავ შოუს. დღეს მე ვნახე არა ვერისუბნის მელოდიები, არამედ ვერისუბნის სასწაულები, რომელიც ასე უხმართ დიდი მადლობა ყველას. აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ასიამოვნები ვარ, უღმესი მადლობა დას არაჩვეულებრივი სოფონი ჟარაძე ვიხილე და საერთოდ ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი. ბელორუსთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის